გამარჯობა მეგობრებო. დღეს უნდა დავიკითხოთ ფასიანი ქაღალდების შესახებ. ფასიანი ქაღალდების ცნება რა არის, გავიგებთ. ფასიანი ქაღალდების კლასიფიკაცია როგორია, აქციათა სახეები, ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციების შედარებითი დახასიათება, აქციათა კლასი, კორპორაციული ქმედებები, ასევე ობლიგაციები და მათი თვისებები, კორპორაციის ობლიგაციები ან ობლიგაციის ფუნდამენტური თვისებები, ობლიგაციები და მათი თვისებები, ძირითადი პირობები, ნდობით აღჭურვილი პირი და იდენტურა, ობლიგაციების რეიტინგი, ობლიგაციების სესხის შედარება საბანკო დაგრეტიებასთან, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და სახაზინო ვალდებულებები. ესენი იქნება, რასაც დღეს წავიკითხავთ. დაახლოებით 20 გვერდი არის. ფასიანი ქაღალდების ცნება. ფასიანი ქაღალდი თავისი არსით წარმოადგენს მიმოქცევაში მყოფ ფინანსურ ინსტრუმენტს, რომელთა შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი, ანუ აქციები თუ სასესხო, ანუ ობლიგაციები ფასიანი ქაღალდების სახით, ან მათი კომბინირებული ვარიანტით. არსებობს მატერიალიზებული და არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდი, ანუ ფასიანი ქაღალდი, რომელიც არ არსებობს ქაღალდის ფორმით, მაგრამ არსებობს ჩანაწერის სახით ფასიანი ქაღალდის რეესტრში. ფასიანი ქაღალდი მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი და უფლებები, რომელთა ალბათ ფასიანი ქაღალდები არის მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტი და უფლებები, რომელთა საჯარო შეთავაზებაც შესაძლებელია წილობრივი თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების სახით, ან რომლებიც შეიძლება გარდაიქმნას ასეთებად, ან რომლებიც არიან ასეთებზე ხელმოწერისა თუ შეძენის უფლების მატარებლები, საინვესტიციო ხელშეკრულებები და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტები და უფლებები. როგორც წინა თაობებში იქნა აღწერილი, ეს კანონი არ არეგულირებს სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს და მთელ რიგ სხვა ფასიან ქაღალდს, როგორიცაა ბანკების ვალდებულებები დაკავშირებული დეპოზიტებთან ან სხვა ფიქსირებულ ვადიან ფინანსირებასთან, რომლებიც წარმოქმნის კლიენტთა პირდაპირი შუამავლების გარეშე მომსახურება და რომლებისთვის არ არის დამახასიათებელი საჯარო მიმოქცევა. ნებისმიერი სადაზღვევო პოლისი ან ანუიტური კონტრაქტი გამოშვებული დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისი მოქმედები იურიდიული პირის მიერ, ჩეკები რეგულირდება საქართველოს კანონით ჩეკების შესახებ, თამასუქები რეგულირდება საქართველოს კანონით თამასუქის შესახებ, ფასიან ქაღალდებს ახასიათებს შემდეგი ფუნდამენტური თვისებები, რის გამოც ეს ინსტრუმენტი არის მოთხოვნადი და აქტუალური. ანუ ეს ყველაფერი რაც ხა ჩამოთვალეთ არ იყო ფასიანი ქაღალდები. ფასიანი ქაღალდებს კი ახასიათებს მიმოქცევადობა, ანუ ფასიანი ქაღალდების არსიდან გამომდინარე, მის დანიშნულება იყო მიმოქცევადი, ტრანსპერენტული, განვითარებული საფონდო ბაზრის სტრუქტურა აადვილებს ფასიანი ქაღალდების მფლობელების შეცვლას. ამ თვისებიდან გამომდინარე, ფასიანი ქაღალდები გამოდიან არა მარტო როგორც ყიდვა-გაყიდვის ობიექტები, არამედ დამოუკიდებლად ხდებიან საგადამხსნელო ინსტრუმენტი, აადვილებენ რა სხვა საქონლის მიმოქცევას. სტანდარტულობა წარმოადგენს საბირჯო საქონლისთვის დამახასიათებელ ერთ-ერთ თვისებას. ეს გულისხმობს მის თვისებების, უფლებების, აღრიცხვის, გარიგებების ფორმის და შინაარსის სტანდარტულობას. აღნიშნული თვისება აგრეთვე ხელს უწყობს იმას, რომ ფასიანი ქაღალდი მიმოქცევადი იყოს. არასტანდარტული ფასიანი ქაღალდი შეზღუდულია იმ გარიგების ჩარჩოებში, რომელშიც ის შესრულდა, ხოლო სხვა პირზე მისი შემდგომი გადაცემის ის საჭიროა ინდივიდუალურ პირობებზე დადებული ახალი ხელშეკრულება. რეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან აღიარება. ფასიანი ქაღალდი უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული, რაც ხელს უწყობს ინფორმაციას საჯაროობას, გამოშვებისა და მიმოქცევის წესების არსებობას, სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას. შედეგად ამას მოყვება რისკის შემცირება და ინვესტორის მხრიდან ნდობის ამაღლება. ეროვნული ბანკი ყოველ ემისიას ანიჭებს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც იმავდროულად ჩაითვლება ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრად. დოკუმენტურობა. ფასიანი ქაღალდი დოკუმენტია. ფასიანი ქაღალდების მიმოქცევა ექვემდებარება სახელმწიფო ხელისუფლების მხრივ კონტროლსა და რეგულირებას. ამასთან ფასიანი ქაღალდები უნდა იყოს ლიკვიდური და მათ ახასიათებს რისკის დაბალი ხარისხი. საბაზრო თვისებები. ფასიანი ქაღალდების მიმოქცევიდან გამომდინარეობს, რომ ის წარმოადგენს საქონლის განსაკუთრებულ კატეგორიას, რომელსაც უნდა ჰქონდეს სპეციფიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი რეგლამენტირებული ბაზარი კოტირების საკუთარი სისტემით. ინფორმაციის საჯაროობა. ინვესტირება ფასიან ქაღალდებში სამართლიანობის და თანაბარი პირობების საფუძველზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ინფორმაცია თანაბრადაა ხელმისაწვდომი ყველასთვის. ინფორმაციის საჯაროობა, რომელიც მოიცავს ემიტენტის ფინანსურ ანგარიშებსაც, წარმოადგენს ფასიანი ქაღალდის რეგულირების რეჟიმის უმნიშვნელოვანეს ელემენტს. ფასიანი ქაღალდების ემიტენტები ვალდებულნი არიან გამჭვირვალე გახადონ საქმიანობა და აუცილებლად აისახება ფასიანი ქაღალდების მიმართ ინვესტორთა ინტერესის გაზრდაში.
ლიკვიდურობა. ლიკვიდურობა არის გარკვეული რაოდენობის საქონელზე, ჩვენს შემთხვევაში ფასიან ქაღალდზე, დროის ნებისმიერ მომენტში გარიგების სწრაფი განხორციელება, ფასის უმნიშვნელო ცვლილებით. თუ ბაზარი ფასიან ქაღალდებს არ ცნობს, როგორც ლიკვიდურს ფასიანი ქაღალდი გადაიქცევთ სარეულ ქაღალდად. რისკი. ნებისმიერი ფასიანი ქაღალდი გარკვეულ რისკის მატარებელია. ინვესტორი, რომელიც ფასიან ქაღალდში გარკვეულ სახესებს აბანდებს, თანახმად თავის თავზე აიღოს ის რისკი, რომელიც კონკრეტულ ფასიან ქაღალდს ახლავს თან. შემოსავლიანობა. ინვესტორი ფასიან ქაღალდს განიხილავს როგორც შემოსავლის მომდამ ფინანსურ აქტივს. შესაბამისად, შემოსავლიანობა განიხილება როგორც ფასიანი ქაღალდის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ რაც უფრო დიდი რისკი რაც უფრო დიდია ის რისკი, რომელიც ფასიან ქაღალდს ახლავს, მით უფრო დიდია შემოსავალი. შესრულების აუცილებლობა. კანონმდებლობით არ შეიძლება იმ ვალდებულებებზე უარის თქმა, რომელიც ფასიანი ქაღალდებით ინვესტორს აქვს მინიჭებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება ინვესტორის მხრიდან კანონის აღსრულების მოთხოვნას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რამდენად სარისკოა ისა თუ ის ოპერაცია, რამდენად აგრესიულია ეს ბაზარი, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გავერკვეთ ფინანსური რისკების იმატენტურ ბუნებაში ერთმანეთისგან გავარჩიოთ მათ სახეობები და შევაფასოთ მათი კონკურენტული სიდიდე. ესე იგი, ჩვენ ესე იგი, მოკლედ რომ ჩამოვთვალოთ, რა ახასიათებს ფასიან ქაღალდებს, ესენი არის მიმოქცევადობა, სტანდარტულობა, რეგულირება სახელმწიფოს მხრიდან აღიარება, ანუ რეგულირება და სახელმწიფოს მხრიდან აღიარება, დოკუმენტურობა, საბაზრო თვისებები, ინფორმაციის საჯაროობა, ლიკვიდურობა, რისკი, შემოსავლიანობა და შესრულების აუცილებლობა. აი ეს თვისებები თუ აქვს, აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნამდვილად არის ფასიანი ქაღალდი. ფინანსური რისკი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რამდენად სარისკოა ისა თუ ის ოპერაცია, რამდენად აგრესიულია ეს ბაზარი. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გავერკვეთ ფინანსური რისკების იმანენტურ ბუნებაში. ერთმანეთისგან გავარჩიოთ მათი სახეობები და შევაფასოთ მათი კონკურენტული სიდიდე. კონკრეტული სიდიდე. ფინანსური რისკი არის შემოსავლიანობის შემცირების ან პირდაპირ ფინანსური დანაკარგის რისკი, რომელიც წარმოიქმნება ფინანსური ოპერაციების პროცესში, მათი შედეგების გაურკვევლობის მაღალი ხარისხისა და შემთხვევით გაუთვალისწინებელი ფაქტორების გადაჭარბების შეფასების გავლენით. ფასიანი ქაღალდები უპირატესად სამი სახისაა. ესენია აქციები, ობლიგაციები და მათგან წარმოებული ფასიანი ქაღალდები. კორპორაციები თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გასამტკიცებლად აწარმოებენ ფასიანი ქაღალდების ფასო ასორტიმენტის გამოშვებას. ფასიანი ქაღალდების აღრიცხვისა და საკუთრების უფლების დადასტურების მიზნით აუცილებელია ისეთი სტრუქტურის არსებობა, როგორიცაა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, ანუ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს და ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც განსაზღვრულია ხელშეკრულებაში ემიტენტებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის. ფასიანი ქაღალდების რეესტრი, ანუ რეესტრი, რომელიც აწარმოებს ემიტენტი ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი და რომელშიც აღნიშნულია რეგისტრირებული მფლობელებისა და მათი მფლობელებში არსებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა, კლასი და მათთან დაკავშირებული კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია. ასევე საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი, ანუ პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უშვებს საჯარო ფასიან ქაღალდებს. ანუ აქ გამოდის, რომ ამ რაღაცა კორპორაციები თავიანთი ფინანსური მდგომარეობის გასამტკიცებლად რასაც აწარმოებენ, ეს ასორტიმენტი აღრიცხვულია 4 რაღაც მეთოდით. რა ის არის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორით, ფასიანი ქაღალდების რეესტრში და საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი. ქაღალდების რაოდენობა კლასიფიკაცია და დაკავშირებული კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ განმარტავს, თუ რა მიიჩნევა ფასიანი ქაღალდის შეთავაზებებში. გამოშვებული ან გამოსაშვები ფასიანი ქაღალდის ან მასის საკუთრების უფლების გაყიდვის ან განაზღაურებით გასხვისების ნებისმიერი ცდა. იგი არ გულისხმობს საბროკერო კომპანიისათვის ან საბროკერო კომპანიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას მიიღოს მონაწილეობა ფასიანი ქაღალდის ან მასის საკუთრების უფლების შეთავაზების ხელშეკრულებაში. შეთავაზებას თან სდევს ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულება. ხელშეკრულება ფასიანი ქაღალდების შეთავაზების განმახორციელებელ ემიტენტსა ან რამდენიმე საბროკერო კომპანიას შორის, რომლის მიხედვითაც საბროკერო კომპანიები კისრულობენ ვალდებულებას განათავსოს ფასიანი ქაღალდები გარანტირებული ან არაგარანტირებულ საფუძველზე ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. პირველი
ეს არის გარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს საბროკერო კომპანიის მიერ ემიტენტისგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის შესყიდვას თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომ გადაყიდვის გარანტიით. B. არაგარანტირებული საფუძველი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ საბროკერო კომპანიების მიერ ემიტენტისაგან ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის პირობითი შესყიდვას თავიანთ საკუთრებაში მისი დატოვების ან შემდგომი გაყიდვის გარანტიის გარეშე. შემდეგი თავი არის ფასიანი ქაღალდების კლასიფიკაცია და სანამ უშუალოდ ფასიანი ქაღალდების კლასიფიკაციის საკითხს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფასიანი ქაღალდები წარმოადგენენ ფინანსურ ბაზარზე შეთავაზებულ ინსტრუმენტებს და იყოფიან ჯგუფებად. ასეთი დაყოფა ზოგჯერ განპირობებულია კანონის ან შეიძლება ატარებდეს ბაზარზე არსებულ ვითარებას. განპირობებულია კანონის ან ზოგჯერ საქართველოს კანონი ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ შემდეგნაირად განმარტავს საჯარო ფასიან ქაღალდებს. იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც დაშვებულია სავაჭრო საფონდო ბირჟაზე ან და რომლებსაც ჩანაწერით ფლობს ფასიანი ქაღალდების 100-ზე მეტი მფლობელი. კანონი მეწარმეთა შესახებ გვაძლევს წილობრივი და სასესხო ფასიანი ქაღალდების განმარტებას. წილობრივი ფასიანი ქაღალდები არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მესაკუთრის წილის საწარმოში. სასესხო ფასიანი ქაღალდები ადასტურებენ უფლებას განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტიდან უპროცენტოდ მიღებას. კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ განმარტავს სახელმწიფო ფასიან ქაღალდს. ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც გამოშვებულია თანხების მოზიდვის მიზნით საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, მოკლევადიანი, საშუალოვადიანი ან გრძელვადიანი პროცენტიანი ან უპროცენტო სახით გამოსახული ეროვნული ან კონვერტირებადი ვალუტით. ამასთანავე კანონის თანახმად სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, რომელიც გამოშვებულია არამატერიალიზებული ფორმით, ეს არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი ანგარიშზე ჩანაწერის სახით, რომლის გამოშვება და შენახვა ხორციელდება ბუღალტრული ან ელექტრონული ჩანაწერებით. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი მატერიალიზებული ფორმით გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, ქაღალდის პლასტიკური ბარადის ან სხვა სახით, რომელზედაც გამოსახულია ამ ფასიანი ქაღალდის განსაზღვრული რეკვიზიტები. ახლა ეს არის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მატერიალიზებული ფორმა. კანონი სახელმწიფო ვალის შესახებ მიუთითებს ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გრადაციას მათი ვადიანობის მიხედვით. მოკლევადიანი პერიოდი, 1 წლამდე პერიოდი, საშუალოვადიანი პერიოდი, 1-დან 10 წლამდე პერიოდი, გრძელვადიანი პერიოდი, 10 წელზე მეტი პერიოდი. არსებობს დაყოფა თვით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შორის. სახაზინო ვალდებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შენობის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები, შემდეგში სახაზინო ვალდებულება, სახაზინო ობლიგაცია, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, შემდგომში სახაზინო ობლიგაცია. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბრუნვის ადგილის მიხედვით განასხვავებენ. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი ბაზარი ან ბაზარი, რომელზეც ხდება სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდების გაყიდვა მათი გამოშვებისას, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი ბაზრის მონაწილეები, კომერციული ბანკები და მათი კლიენტები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზარი, რომელზეც ხდება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა პირველად ბაზარზე განთავსების შემდეგ, გარდა ამისა არსებობს კონვერტირებადი ფასიანი ქაღალდები. ფასიანი ქაღალდი, რომელიც მფლობელს აძლევს უფლებას თავის შეხედულებისამებრ და გარკვეულ გარემოებების გათვალისწინებით, გადასცვალოს იგი წინასწარ განსაზღვრულ სხვა ფასიან ქაღალდებს. იყო აქციათა სახეები. ფასიანი ქაღალდის აქციების გამოშვებია სააქციო საზოგადოება. თავისი შინაარსით სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წესდებით განსაზღვრული კლასისა და რაოდენობების აქციად. საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ დეტალურად განმარტავს აქციის შინაარსს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. აქცია არის არამატერიალიზებული სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებას პარტნიორის აქციონერის მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში. სააქციო საზოგადოების წესდებით შეიძლება განისაზღვროს ის ღირებულება, რომელზეც ნაკლები ღირებულებითაც დაშვებულია ამ კლასის აქციების პირველადი განთავსება. ანუ აქციების ნომინალური ღირებულება. სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის. სააქციო საზოგადოების დაფუძნებისას კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ოდენობით. აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრის ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელი ჩანაწერით. აქციონერს უნდა მიეცეს ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან ან ნომინალური მფლობელის ამონაწერი. სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, ვალდებულია აქციათა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით, მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თუ აქციონერთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია, საზოგადოება შეუძლია აწარმოოს რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით.
იმ საწარმოს აქციების გადაცემა, რომლის აქციათა რეესტრს დამოუკიდებელი რეგისტრატორი აწარმოებს, ხდება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ, საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესდების მიხედვით. სხვა შემთხვევაში აქციების გადაცემა ხდება საზოგადოების აქციათა რეესტრის შესაბამისი ცვლილების შეტანით, რომლის დამამოწმებელი უნდა იყოს რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი. ანუ გამოდის რომ 50-ზე მეტი როდესაც არის ვალდებულია რომ რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით და მასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე და თუ აქციონერთა რაოდენობა 50-დან 50-ზე ნაკლებია საზოგადოება შეუძლია აწარმოოს რეესტრი თვითონ ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. ხო ანუ თუ 50-ზე მეტი რაღაცა აქციონერი ყავს ფირმას გამოდის რომ უნდა გააფორმოს აუცილებლად იმ რაღაცა რეესტრში დამოუკიდებელ რეგისტრატორის მეშვეობით და თუ 50-ზე ნაკლებია, მაგ შემთხვევაში შიდა იურისად შეუძლია მის გაკეთება. აქციათა სახეები, კლასები. აქციაში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდები. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქციები შეიძლება იყოს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული. ერთი ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე, ხოლო პრივილეგირებული აქცია არ იძლევა ხმის უფლებას. პრივილეგირებული აქცია უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი განაკვეთით. დივიდენდის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით. წესდებით შეიძლება დადგინეს განსხვავებული წესი, რომელთაც უზრუნველყოფს ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციის უფლებათა სხვაგანად განსაზღვრა. ერთი კლასის აქციები თანაბარი უფლებებით უზრუნველყოფენ მათ მფლობელებს. სააქციო საზოგადოებას შეუძლია კანონით დადგენილი წესის გამოუშვას აქციები, კონვერტირებადი და სხვა ფასიანი ქაღალდები. პრივილეგირებული აქცია, preferred stock, ანიჭებს მის მფლობელს უფლებას მიიღოს ფიქსირებული დივიდენდი. ეს არის ამ აქციის მფლობელის პრიორიტეტი ჩვეულებრივი აქციის მფლობელთან შედარებით. თუმცა ამ კომპანიის მოგება დიდია, პრივილეგირებული აქციის მფლობელი მიიღებს მხოლოდ ფიქსირებულ დივიდენდს, ხოლო დანარჩენ დივიდენდს მიიღებს ჩვეულებრივი აქციის მფლობელი. ამასთან პრივილეგირებული აქციის მფლობელი არ მონაწილეობს კომპანიის საქმიანობაში, არ გააჩნია ხმის უფლება და ფაქტიურად პრივილეგირებული აქცია. ეს არის უვადო ფიქსირებული სესხის სახეობა, რომელიც იარსებებს სანამ ემიტენტი არ იქნება გადახდის უნარიანი. მეორე მხრივ, პრივილეგირებულ აქციათა მფლობელებს უპირატესობა აქვს ჩვეულებრივი აქციის მფლობელთან შედარებით კომპანიის ლიკვიდაციის შემთხვევაში. ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება ვალების დაფარვის შემდეგ პირველ რიგში ნაწილდება პრივილეგირებული აქციის მფლობელებს, ხოლო შემდეგ ჩვეულებრივ აქციონერებზე მათი წილის შესაბამისად. 3-4. შემდეგი თავი არის კორპორაციის ობლიგაციები. ობლიგაციებში წარმატებული ინვესტიციები მოითხოვს ფასიან ქაღალდების ბაზრის და სავაჭრო სისტემებთან მუშაობის ცოდნას. თავის შინაარსით ობლიგაცია ესაა ემისიური ფასიანი ქაღალდი, რომელიც წარმოადგენს სასესხო დამოკიდებულებას მის მფლობელსა და ემიტენტს შორის და ადასტურებს მფლობელის უფლებას წინასწარ განსაზღვრულ ვადაში და მიიღოს ობლიგაციაზე აღნიშნული ნომინალური ღირებულება და პროცენტი ამ ღირებულებიდან დადგენილი პერიოდულობით. როგორც წესი, ობლიგაციაში ინვესტიციების მახასიათებლები არის დაბალი რისკი და დაბალი შემოსავალი. ემიტენტის მიხედვით ობლიგაციები ორი სახისაა: კორპორაციული ან კერძო ობლიგაციები, რომელიც გამოშვებულია კერძო კომპანიის მიერ და სახელმწიფო სამთავრობო ობლიგაციები, სახელმწიფოს მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები. ობლიგაციის ფუნდამენტური თვისებები. ობლიგაციის თვისებების ემიტენტის კუთვნილების მიხედვით იდენტურია. ამ მხრივ განვიხილოთ საქართველოს სახელმწიფო ობლიგაცია. მისი ემიტენტი ფინანსთა სამინისტროა. ანუ მისი გამომშვები. სახელმწიფო ობლიგაცია არის კუპონური სახელმწიფო საშუალოვადიანი ფასიანი ქაღალდი, დენომინირებული ეროვნულ ვალუტაში და გამოშვებული არამატერიალიზებული ფორმით. საქართველოს ეროვნულ ბანკი ობლიგაციების მიყიდის მხოლოდ სათავო რეზიდენტ კომერციულ ბანკებსა და არარეზიდენტ კომერციულ ბანკების ფილიალებს. ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისია ადგენს გასაყიდი ობლიგაციების მაქსიმალურ მოცულობასა და მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთს. ამასთან ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიის უფლება აქვს დაადგინოს თითოეული ემისიისათვის და ერთი მონაწილის მიერ ობლიგაციების შესყიდვის მაქსიმალური ოდენობა. ობლიგაციის შესყიდვის შესახებ ბანკის მიერ წარდგენილ განაცხადში ობლიგაციების რაოდენობა არ უნდა იყოს 50 ცალზე ნაკლები. სახელმწიფო ობლიგაციების ნომინალური ფასი 1000 ლარს შეადგენს. ფიზიკურ პირებს კომერციული ბანკის მეშვეობით შესაძლებლობა იძლევათ შეისყიდონ სახელმწიფო ობლიგაციები. ობლიგაციას აქვს შემდეგი ფუნდამენტური თვისებები. ობლიგაცია არის სასესხო ფასიანი ქაღალდი და ადასტურებს უფლებას განსაზღვრული ძირითადი თანხის პროცენტით, ანუ პროცენტოთ მიღებაზე. ობლიგაცია დაფარვადი ფასიანი ქაღალდია განსხვავებით აქციისაგან, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები.
ნიში მეგობრებო. საქართველოში გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით. 2005 წლის ბოლოსთვის საქართველოს მოსახლეობას გააჩნდა შემდეგი სახის ქაღალდები. СССР კავშირის მიერ, ანუ საბჭოთა კავშირის მიერ 1990 წელს გამოშვებული მიზნობრივი სახელმწიფო სასაქონლო უპროცენტო ობლიგაციები, საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული 1992 წლების შინაგანი მომგებიანი სესხების ობლიგაციები, სახელმწიფო კომერციული შემნახველი ბანკის მიერ 1992 წელს გამოშვებული სერტიფიკატები, 1995-1996 წლებში მიმოქცევაში გამოშვებული საპრივატიზაციო ბარათები ვაუჩერები. ხო, აი ესეც ის არის უცნაურია რა. ეგ ედი კასტროს ეგეთი რაღაცა ბარათების დარიგება რომ მიდიოდა გიჟივით და მაგითი რო ქონებები მიიღეს ხალხმა, ეს რო აქციად ითვლება, მაგრამ მომენტ ხო რა ვიქია ობლიგაცია ხო მომენტ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდია. ამჟამად ყოველივე შემოაღნიშნული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეობა გარდაქმნილია სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებისა და სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციის სახით და მიმოიქცევა საქართველოში. ამ ბაზრის რეგულატორის ფუნქცია კი საქართველოს ეროვნულ ბანკს აკისრია. თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ერთ-ერთ ძირითად გრძელვადიან პრიორიტეტს წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის მდგრადი და ზრდადი ტემპების მიღწევა, სადაც მნიშვნელოვანი როლი მიეკუთვნება სახელმწიფო ვალის რეგულირებას. საშინაო ვალი მთლიანი სახელმწიფო ვალის ნაწილია. სახელმწიფო თავიანთი ფუნქციების შესრულების პროცესში ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ისე სიტუაციაში, როდესაც საკუთარი ფინანსური სახსრები საკმარისი არ არის დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად. ასეთ პირობებში სახელმწიფო ხარჯებისა და ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად იქნება შიდა და უცხოური სესხების მოზიდვის აუცილებლობა, რაც იწვევს სახელმწიფო ვალის წარმოშობას და ზრდას. სახელმწიფო ვალის სწრაფის და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მთავარ პრობლემად იქცა. დღეს სახელმწიფო ვალი პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მაწყობს, რის მიზეზადაც ბიუჯეტის დეფიციტის და საგადასახადო ბალანსის უარყოფითი სალდოს ზრდა ითვლება. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეუცვლელი ინსტრუმენტია ნებისმიერი ქვეყნის ფინანსური ბაზრის განვითარების საქმეში. სახელმწიფოს მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვების დროს სხვა მიზანთა შორის გამოირჩევა ქვეყანაში ფულის მასის რეგულირება, ანტიინფლაციური ღონისძიებების გატარება, ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის სტიმულირება და მისი გასვლით კურსის სტაბილურობის ხელშეწყობა. აი ეს მოდი თავიდან წავიკითხოთ. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეუცვლელი ინსტრუმენტია ნებისმიერი ქვეყნის ფინანსური ბაზრის განვითარების საქმეში. სახელმწიფოს მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვების დროს სხვა მიზანთა შორის გამოირჩევა ქვეყანაში ფულის მასის რეგულირება. ასე არაკეთებენ. ანტიინფლაციური ღონისძიებების გატარებას არაკეთებენ. ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის სტიმულირება და მისი გასვლით კურსის სტაბილურობის ხელშეწყობა. ამას აკეთებენ. არ არის კაი. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები ხელს უწყობს საბანკო სექტორს და კერძო ინვესტორებს დააბანონ თავიანთი თავისუფალი სახსრები მაქსიმალურად უსაფრთხოდ და ლიკვიდურად. აუქციონები ტარდება Bloomberg-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემის გამოყენებით. მათი შეძენა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს. აუქციონში მონაწილეობის მიღება უმარტივესი პროცედურაა და ხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით. საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შემდეგ გარდამავალი პერიოდის აუცილებლობა გამოიწვია არა მარტო სოციალურ ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაციის აუცილებლობამ, არამედ აგრეთვე სამართლებრივი ბაზის შეცვლის აუცილებლობამ. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საკანონმდებლო ბაზა მოცემულია კანონში სახელმწიფო ვალის შესახებ, რომელიც მიღებული იქნა 1998 წლის 5 მარტს. თუმცა მანამდე ზოგადი სახელმწიფო ბაზა შეიქმნა საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც მიღებული იქნა 1995 წლის 25 აგვისტოს. სწორედ ამ კანონების საფუძველზე გამოშვებული იქნა პირველი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფუნქციებიდან გამომდინარე, მისი გამოშვების მიზანია რომ ის იყოს მოთხოვნადი ინვესტორთა ფართო წრისთვის ადვილად გაყიდვადი ინსტრუმენტი, დახვეწილი აღრიცხვენობისა და რეესტრის წარმოების წესით. მეორე, იყოს ბიუჯეტის შევსების დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი, იყოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს სრულფასოვანი ინსტრუმენტი ღია ბაზრის ოპერაციების წარმოების დროს. საკითხის აქტუალურობა იზრდება მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორად მიჩნეულია ქვეყნების სუვერენული ვალის საკითხი, ანუ სახელმწიფოს მიერ გარანტირებული და გამოშვებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და ვალის პროცენტების მომსახურებაზე გასაწევი ხარჯების სიმძიმე. უკვე გადავედი სახელმწიფოს ფასიანი ქაღალდები 1997 წელს. 1997 წლის
1997 წლის მეორე ნახევარში საქართველოს საფინანსო სისტემაში დამკვიდრდა ფასიანი ქაღალდების მოკლევადიანი სახელმწიფო საღაზინო ვალდებულების ფორმით, ხოლო 2006 წლიდან მას საშუალოვადიანი სახელმწიფო სახაზინო ობლიგაცია დაემატა. მეგობრებო. 2006 წლიდან ხო წავიკითხეთ. სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება 1 წლამდე დაფარის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით. სახაზინო ობლიგაცია არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ობლიგაციები გამოშვება ხდება 1 და 10 წლამდე დაფარის ვადით. კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით. შემდეგ არის აუქციონები ისტორიულ წლებში. 28 დღიანი სახაზინო ვალდებულებების პირველი აუქციონი 1997 წლის 21 აგვისტოს შედგა. 1997 წლის განმავლობაში 28 დღიანი აუქციონებზე საპროცენტო განაკვეთი მიიღებოდა 25-დან 52 წლიურ დეკემბერში, ხოლო 91 დღიან აუქციონებზე 37-დან 60%-მდე წლიურ. 1997 წლის საემისიო გეგმამ და შედეგმა ნათქვამია, რომ დისკონტის ზედაზღვარი არ არსებობდა და საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალი და მერყევი იყო. კომერციული ბანკები საკუთარი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე მიმდინარე საპროცენტო განაკვეთების სხვადასხვა დიაპაზონში განალაგებდნენ. ძვირი რესურსის 50%-ს ქვედა ზღვარის ინვესტირება, საშუალო სიზირის მქონე ბანკები 35% და ზევი დისკონტით და IAP რესურსების ბანკები მინიმუმ 20% წლიური. ჯამურად 1997 წელს განთავსებულმა თანხამ მხოლოდ 6 მილიონ 416,000 ლარი შეადგინა, რაც უმნიშვნელო ციფრი იყო და რაც ყველაზე საინტერესოა ამ მცირე რაოდენობის ბაზრის პირობებში 1997 წლის ბოლო აუქციონზე ადგილი ჰქონდა ემისიის შევსებულობას. ანუ სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ სიდიდის პროცენტის თანხას კი განთავსდებოდა. რასაკვირველია, რომ 1997 წელს არსებული საპროცენტო განაკვეთის პირობებში სახაზინო ვალდებულებების ძირითადი დანიშნულების აღსრულება სახელმწიფოს დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი დაფინანსების მიღება მსხვილი ინფრასტრუქტურული საკითხების მოსაგვარებლად იყო. ფანტასტიკის სფეროს უფრო განეკუთვნებოდა ვიდრე რეალობას. სახაზინო ვალდებულებათა ბაზარი 1998 წელი. 1998 წლის 5 მარტიდან ძალაში შედის საქართველოს კანონის სახელმწიფო ვალის შესახებ, რომლის მიხედვით 1998 წელს დაგეგმილი იყო 32 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულებების ემისიით გზით მობილიზება, ხოლო ჯამობრივმა ფაქტობრივმა ემისიამ 51 მილიონ 500,000 ლარი შეადგინა. 1998 წლის პირველ ნახევარში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. გაიზარდა ბანკების რიცხვი, აუქციონებს დაემატა რიგი უცხოური ბანკი თუ საფინანსო ინსტიტუტი. ამან გამოვიწვია საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი დაცემა, განსაკუთრებით მეორე კვარტალში 28 დღიანი აუქციონების პროცენტი დაიცვა 37-დან 59%-მდე, ხოლო 91 დღიანი აუქციონების საპროცენტო განაკვეთი დაიცვა 59-დან 20%-მდე წლიური. ამ პერიოდში ბაზარზე გამძაფრდა კონკურენცია და გამოჩნდა ახალი მონაწილეები, მათ შორის საერთაშორისო ინვესტორები. კომერციული ბანკების ის კატეგორია, რომელიც ვერ აბანდებდნენ საკუთარ რესურსს აქციონერებზე პროცენტის დაცემის პირობებში, აქტიურად მუშაობდნენ კლიენტურასთან და ამით აქტიურ კონკურენციას უწევდნენ IAP რესურსების ბანკებს. 1998 წლის სექტემბრამდე შეინიშნებოდა 1997 წელთან შედარებით NBSP, რომელიც ეს არის სადისკონტო განაკვეთის დაცემა და გარკვეული გაყინვა 25-30% ფარგლებში. ამ პერიოდში ემისიის და შიდა ვალის თანხა მიაღწია 18 მილიონ ლარს. თუმცა 1998 წლის საფინანსო კრიზისმა კორექტივები შეიტანა და ბანკებში ნაღდი ფულის შემცირების კვალობაზე მკვეთრად დავარდა სახაზინოებში ინვესტორების პროცენტმა 60%-მდე და სახელმწიფო იძულებული გახდა სექტემბრის დამლევისათვის და საემისიო თანხა 15 მილიონამდე შეემცირებინა და შეეწყვეტა სახაზინო ვალდებულებების ემისია. შეგვიძლია დავუსკოთ, რომ 1998 წლებში ვერ მოხერხდა სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების ძირითადი პარამეტრის შესრულება და დაფიქსირებული და საპროცენტო განაკვეთი არაადეკვატურად მაღალი იყო. პოსტკრიზისული ვითარება 1999-დან 2003 წლამდე. 1999 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული იქნა რიგი საკანონმდებლო ნორმატივები, რამაც სტიმული მისცა საქართველოს ბანკებს უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს სახაზინო ვალდებულებებთან აუქციონებში.
1999 წლის აგვისტოში კომერციულ ბანკებს ნება დაერთოდ ეროვნულ ბანკში მოზიდული სახსრების სავალდებულო რეზერვების 2%-მდე შეევსოთ სახაზინო ვალდებულებებში ინვესტორების გზით. აღნიშნული სახსრების ეროვნული ბანკი აღრიცხავდა 10% წლიურ განაკვეთს, რაც ბუნებრივია ყველა ბანკის ინტერესში შედიოდა. ამ ნორმის გარეშე პროცენტი მოზიდული სახსრების საერთოდ არ ერიცხებოდა. ამ პერიოდის მთლიანი საქართველოს საბანკო სივრცის მასშტაბით აღნიშნული თანხა 4 მილიონ ლარს აჭარბებოდა და 1999 წელს 18 აგვისტოს განახლებული სახაზინო ვალდებულებათა პირველ ემისიაზე, რომლის ოდენობა 500,000 ლარი იყო, ხოლო ვადიანობა 28 დღე, საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა საშუალოდ 4.76% განაკვეთით. მეორე 28 დღიან აუქციონზე, რომლის 1999 წლის 15 სექტემბერს გაიმართა ემისიის მოცულობა 700,000 ლარი იყო. საშუალო საპროცენტო განაკვეთი 3.72%. ოქტომბერში შედგა სამთვიანი ემისია, რომლის მოცულობა 900,000 ლარი იყო, ხოლო საშუალო საპროცენტო განაკვეთი 15.84%. ცხადია, ემისიის ასეთი სიმცირე და აღნიშნული ნორმატიული აქტი განაპირობებდა საპროცენტო განაკვეთის მცირე პროცენტს. ამასთან ლარის კურსის ცვლილება ვერ ახდენდა რაიმე გავლენას აღნიშნულ პარამეტრზე, თუმცა ეს ღონისძიებები ვერ განვითარებდა აღნიშნულ ბაზარს და ასეთი მოცულობით ვერ იქცეოდა ბიუჯეტის შევსების რეალურ წყალს. სულ 1999 წლის განმავლობაში განთავსებული იქნა 4.8 მილიონი ლარის ემისია. ამის მიუხედავად, ბოლოს სამთვიან აუქციონზე, რომლის მოცულობა 1 მილიონი ლარი იყო, მოთხოვნა მხოლოდ 158,000 ლარი შეადგინა. ანუ კვლავ დაფიქსირდა ემისიის არშევსების ფაქტი. მომდევნო 2000 წელს ემისიების მოცულობამ და აუქციონების ინტენსივურობამ მიმატა. გაიზარდა ბანკების აქტიურობა. 2008 წელს საპროცენტო განაკვეთი მიეყავდა 6-დან 58 წლიური პროცენტამდე, 28-დან 88 და 91 დღიან სახაზინო ვალდებულებებს. 2000 წელს ამოშობილმა ემისიამ 26.7 მილიონი ლარი შეადგინა. 2001 წელს მომხდარი 3%-ო დინამიკა და არსებული მდგომარეობა უკვე 3%-ო განგაშის ნიშნებს შეიცავდა. ჯამურმა ემისიამ 39.7 მილიონი ლარი შეადგინა, თუმცა 3%-ო განაკვეთი 14-დან 109%-მდე მერყეოდა. აღსანიშნავია, რომ 2001 წლის მეორე ნახევარში შეწყდა 28 დღიანი სახაზინო ვალდებულებების ემისია და აქცენტი 91 დღიან სახაზინო ვალდებულებებზე იქნა განატანილი. ვითარება უფრო დაიძაბა მომდევნო 2002 წელს. ამ წელს მომხდარი ამბები კლასიკური ფინანსური პირამიდის მაგალითია. ჯამურმა ემისიამ 257 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო მოთხოვნა 353 მილიონი ლარი იყო. ხშირი აუქციონების საერთოდ არ შევსების ფაქტი, ხოლო მაქსიმალურმა პროცენტმა ერთ აუქციონზე 79.99% წლიური შეადგინა. რა თქმა უნდა, ასეთი ვითარება საჭიროებს რიგ განმარტებას. პირველში გაუგებარია ასეთ პირობებში რატომ აგრძელებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი ემისიებს, როდესაც შეეძლო გაცილებით იაფად მოიზრდა რესურსი, თუ ამის საჭიროება იყო საერთაშორისო ინსტიტუტებიდან. მეორე საკითხია ქართული ბანკების რესურსების სიძვირე, რომელიც ამ პერიოდში 40-50%-იანი წლიური მომგებიანობის ფარგლებში მუშაობდნენ. ხოლო მესამე საკითხია, რომ პროცენტის სიძვირის განაპირობებდა საქართველოს ეროვნული ბანკის მკაცრი ფულად საკრედიტო პოლიტიკა, რაც არ აძლევდა კომერციულ ბანკებს უფრო იაფად მოიზრდათ რესურსი და განეთასობინათ ის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში. ამასთანავე იმატი აუქციონერთა ოდენობამ. ჩატარებული იქნა 58 აუქციონი, ანუ ყოველ კვირას ხორციელდებოდა ემისია 8-ჯერ 2002 წლის განმავლობაში ერთ დღეს ორი სხვადასხვა სახაზინო ვალდებულებათა ემისიის განთავსება ხორციელდებოდა, რაც არაკომპეტენტური პოლიტიკისა არ სრულდებოდა ემისიის გრაფიკი და მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შედეგი იყო. ამ ვითარებამ ინვესტორების ჩამოაყალიბა სახაზინო ვალდებულების მიმართ ორგვარი მოთხოვნა: საემისიო თანხა და სიდიდე. ვადიანობა, თუმცა განსაზღვრელი იყო ინვესტორების საპროცენტო განაკვეთი. რეალურად ბაზარზე სპეკულაციურმა ეგრეთ წოდებულმა ცხელმა ფულმა მოიკიდა ფეხი და აუქციონებში ძირითადად იყო ინვესტორებისთვის მაღალი სარგებლის პროცენტის მიღება. ამ წლებში მოქმედებდა ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ემისიის გრაფიკის შედგენისას არც სეზონური ფაქტორები გაითვალისწინეს, როდესაც ქართული კომერციული ბანკების განსაკუთრებით უჭირთ რესურსების გაცემა ზამთრის პერიოდში და ხშირ შემთხვევაში ემისიები საერთოდ შეუსაბილი რჩებოდა. მინისტრი დავით ონოფრიშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგიძე იყვნენ. ანუ ემისიების დაგეგმვასა და განთავსებაში სერიოზული პრობლემები დაფიქსირდა. მიუხედავად ემისიის ზრდის ასეთი ტემპისა და საოცრად დიდი საპროცენტო განაკვეთის ჯამური და ცოცხალი ვალი 2002 წლის ბოლოს მხოლოდ 57.5 მილიონი ლარი იყო, ხოლო 200 მილიონი ლარის ემისია წინა და მიმდინარე პერიოდის ემისიას გადაფორმებას მოხმარდა. 2003 წელს ემისიის მოცულობა მცირეკლება განიცადა. გამოშვებული იქნა 222.1 მილიონი სახაზინო ვალდებულება. ჩატარდა 59 აუქციონი. ჯამურმა მოთხოვნა 369 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2003 წლის ბოლოს დადგა შემდეგი შედეგი. ჯამური ვალი 73.5 მილიონ ლარს გაუტოლდა. იმატა აუქციონების საშუალო ვადიანობამ და მან 131.53 დღე შეადგინა.
2003 წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმ საპროცენტო განაკვეთმა 198% წლიური შეადგინა. 2003 წელს 2003 წელს მხოლოდ ვალის მომსახურებაზე 30 მილიონი ლარი იქნა განხარჯული, რაც იგი რიგი სამინისტროების 2003 წლის წლიურ ბიუჯეტს უტოლდებოდა ან აღემატებოდა. 2003 წელს ანალოგიურად 2002 წლისზე პასუხისგამოცემელია კითხვები თუ რატომ არ შეჩერდა ემისიები, რატომ გაგრძელდა მკაცრი ფულადი საკრედიტო პოლიტიკა, რატომ არ იქნა ამუშავებული დისკონტის ზედა ზღვარი და რატომ იქნა შედგენილი ისეთი განთავსების გრაფიკი, რომელიც რეალობას არ პასუხობდა. აღსანიშნავია, რომ სიტუაცია შედარებით გამოსწორდა 2003 წლის ბოლო კვარტალში, რადგან მიმდინარე მწვავე პოლიტიკურმა პროცესებმა ხელი შეუშალეს აქციონერების ჩატარებას და შიდა ვალი 90 მილიონი ლარიდან 73.5 მილიონამდე იქნა დაყვანილი. სახაზინო ვალდებულებები ბაზარი ახალი პოლიტიკურ რეალობაში 2004-2005 წლებში. 2004 წლიდან მოყოლებული სახაზინო ვალდებულებების ბაზარს გამკაცრებული ადმინისტრების პირობებში სხვა დანიშნულება მიენიჭა. ამ წლიდან მოყოლებული სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება და მიმდინარე ხარჯების გასწორება სახაზინო ვალდებულებების ემისიის გზით აღარ ხორციელდებოდა და ხაზინას აღარ ესაჭიროებოდა დიდი ოდენობით შიდა ვალის აღება. ეს საპროცენტო განაკვეთის დინამიკაზე აისახა, განსაკუთრებით ეს 2004 წლის მეორე ნახევარში აღინიშნა. გამოშვებული იქნა 139.3 მილიონი ლარის სახაზინო ვალდებულება, ხოლო საპროცენტო განაკვეთი მიეყავდა 11-დან 52.7 მილიონამდე. საშუალო პროცენტმა კი 22.5 შეადგინა. სახაზინო ვალდებულების საშუალო ვადა 1 წელს გაუტოლდა. 2005 წელს ემისია მხოლოდ 34.9 მილიონი ლარი შეადგინა. მინიმალურმა განაკვეთმა 7.9% შეადგინა, ხოლო მაქსიმალურმა 19.9%. 2005 წლის ბოლო აუქციონზე თავი იჩინა ბანკების შეთანხმებულ პოზიციებთან და განაკვეთი წინა აუქციონებთან შედარებით ყოველგვარი გარე ფაქტორების გარეშე 9.20%-მდე იქნა აწეული, რაც არსებული არაჯანსაღი წესების და ბანკების პრივილეგირებული მდგომარეობის არსებობის ბრალი იყო. ამ ფაქტორმა, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მცირე მოცულობამ და ამ გზით მოზიდული რესურსების სიძვირემ საერთაშორისო ბაზართან შედარებით საერთაშორისო ბაზარი 3-დან 5%-მდე წლიური განაკვეთი, ხოლო საქართველოს პირობებში 18-20% წლიური იყო. ასევე ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების ბუმის პირობებში მიღებული იქნა განაწყვეტილება სახაზინო ვალდებულებების ემისიის შეწყვეტის თაობაზე. ამ მხრივ პასუხისგამოცემელია თუ რატომ არ მოხდა 2004 წლის დასაწყისში ემისიის შეწყვეტა, რადგან ბიუჯეტში რესურსების მობილიზება პრობლემას აღარ წარმოადგენდა. უცნობია თუ რატომ მოხდა ემისიების შეწყვეტა მხოლოდ 2005 წლის მეორე ნახევარში. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით სავსებით რეალური იყო დაბალ პროცენტში დამატებითი რესურსების მოზიდვა. სახაზინო ვალდებულება ანტიინფლაციური ინსტრუმენტია და ეროვნული ბანკის შეეძლო ამ ინსტრუმენტით ინფლაციის უკეთ მართვა. ამასთანავე ინვესტორთა დამატებით ინტერესს გაუღვებდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შეზიანება და ის გაზრდიდა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას. ამ მხრივ საკამათოა საქართველოს ფინანსის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2004-2005 წლებში წარმოებული პოლიტიკა სახაზინო ვალდებულებების მიმართ. სახაზინო ობლიგაციების გამოშვება 2006-2007 წლები. 2005 წლის ბოლოდან ეკონომიკური გამოცოცხლება და ფინანსური ადმინისტრების გამკაცრება რასაც თან ერთად ინვესტიციების შემოდინება ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობას დაიწყო წინა პერიოდის დაგროვილი ვალის სეკიურიტიზაციის პროცესი. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეროვნულ ბანკმა 2006 წლის 20 მარტს გააფორმეს შეთანხმება საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისთან დავალიანების დაფარვის ღონისძიების შესახებ, რომლის საფუძველზე 2006 წლის 17 მაისს საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ არსებული საქართველოს მთავრობის 832.9 მილიონი ლარის დავალიანებიდან 48 მილიონი ლარი ყოველწლიურად გადაფორმდება ობლიგაციებად, რომელთა ვადიანობა არის 16-დან 60 თვემდე. დავალიანება სრულად დაიფარება 2030 წელს. აღნიშნული ობლიგაციები ეროვნულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს ღია ბაზრის ოპერაციებისთვის. ამის საფუძველზე 2006-2007 წლებზე გამოტანილი და გაყიდული იქნა 58 მილიონი სახაზინო ობლიგაცია, რომლის საკუპონო საპროცენტო განაკვეთი 13% წლიური იყო, ხოლო თვით სახაზინო ობლიგაციების წლიური დისკონტი 11.15-დან 15%-მდე ფარგლებში იყო მოქცეული. 2008 და 2009 წელს სახაზინო ობლიგაციების ემისიას ადგილი არ ჰქონია. 2009-2012 წლებში განხორციელებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიები.
2009 წელს განახლდა სახაზინო ვალდებულებების ემისია. შესული იქნა აუქციონის ჩატარების მეთოდები, შემოღებული იქნა დისკონტის ზედა ზღვარი. აუქციონების ჩატარება ხორციელდებოდა ელექტრონული სისტემა Bloomberg-ის მეშვეობით. სამწუხაროდ დღემდე ვერ მოხერხდა სახაზინო ვალდებულებების საჯაროობის მთავარი დამამტკიცებელი ფაქტორის, მათი ღია და ფართო წრისათვის ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტა. მათი განთავსება და გაყიდვა მხოლოდ კომერციული ბანკების პრივილეგია. გატარებულმა ადმინისტრირებამ და განსაკუთრებით დისკონტის ზედაზღვარმა აგრეთვე კრიზისის პირობებში ბანკებში არსებული თანხების ინვესტორების სირთულეებმა პრობლემების აგრეთვე კუთხით რადიკალურად შეცვალა ვითარება. 2009 წელს აგვისტოდან დეკემბერში ჩატარებული იქნა 28 აუქციონი. ჯამური საემისიო თანხით 270 მილიონი ლარი, ვადიანობა მერყეოდა 6 თვიდან 1 წლამდე, საპროცენტო განაკვეთი მერყეოდა 4-დან 8.72% წლიურამდე, ხოლო საშუალო თვიური წლიური განაკვეთი 5.6-დან 6.3% წლიურამდე მერყეოდა. რასაკვირველია, ეს საპროცენტო განაკვეთი გაცილებით უფრო მისაღებია, ვიდრე წინა პერიოდში არსებული დინამიკა. თუმცა აქ დიდად გავლენა იქონია სახელმწიფოს მხრიდან ბანკებზე გაცემულმა დიდი ოდენობით დახმარებამ და სესხებმა. 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდში ბანკების დაფინანსების სესხის გაცემის მხრივ შემხოლოდი ტრანზაქციის სახით პოლიტიკამ და სოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა ეს საპროცენტო დინამიკა. თუ ამას დავუმატებთ კრიზისის გამო შექმნილ უმძიმეს საკრედიტო ფონდს და ვერ გადახდების პრობლემას მცირე საშუალო და მსხვილი ბიზნესების მხრიდან კომერციულ ბანკებზე ნათელია, რომ კომერციულმა ბანკებმა გაცილებით უსაფრთხო, თუმცა დაბალშემოსავლიანი სახაზინო ვალდებულებები არჩიეს ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსების სანაცვლოდ. ეს ტენდენცია მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა. 2010 წელს ჩატარებული იქნა 42 აუქციონი, ხოლო ჯამურმა საემისიო თანხამ 463 მილიონი ლარი შეადგინა. ვადიანობა მიყრებოდა 6 თვიდან 1 წლამდე. საპროცენტო განაკვეთი გაცილებით მეტი რხევის მქონე იყო 2009 წელთან შედარებით და ის წლიურ 3.91-დან 15.42-მდე მერყეოდა, ხოლო თვიური საშუალო საპროცენტო განაკვეთი წლიური 5.2-დან 13.2-მდე იცვლებოდა. აქტიური იყო სახაზინო ობლიგაციების ბაზარიც, რომ მისმა მოსულობამ 155 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო ვადამ 2 წელი. წლიური განაკვეთი 9.37-დან 15.9%-მდე მერყეოდა, ხოლო კუპონის განაკვეთი 10.2-დან 5.6%-მდე მერყეოდა. 2010 წლის და 2009 წლის შედეგის შედარებისას თვალსაჩინოა მოზიდული რესურსებისა და მისი საპროცენტო განაკვეთის ზრდა, რაც სიტუაციის გაუარესებას მოწმობს. 2011 წელს 163 მილიონი სახაზინო ობლიგაცია იქნა განთავსებული. საპროცენტო განაკვეთი და კუპონის შემოსავლიანობა არ გაუარესებულა 2010 წელთან შედარებით. ამასთანავე მოხერხდა 5 წლიანი სახაზინო ობლიგაციების განთავსებაც. ამ მხრივ მოხერხდა სახაზინო ობლიგაციების გრძელვადიანობის პრინციპის გაძლიერება. 2011 წელს გამოშვებულ სახაზინო ვალდებულებების ჯამური ემისია 250 მილიონი ლარი იყო, ხოლო საპროცენტო განაკვეთი გაჯერებული იქნა საშუალო წლიური 9.11%-ის ფარგლებში. ანუ 2011 წელს მოხერხდა სახაზინო ვალდებულებების ბაზრის გაფართოება და საპროცენტო განაკვეთის სტაბილიზება და გარკვეული დაწევა. 2012 წელს გრძელდება სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების გრძელვადიანი პროცესის გაძლიერება და საპროცენტო განაკვეთის შემცირება. 2012 წლის აპრილის მიწურულს 115 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაცია იქნა განთავსებული. მათ შორის პირველად მოხერხდა 10 წლიანი ობლიგაციის გამოშვება. შედარებით იყო სახაზინო ვალდებულებების ემისიამ და 2012 წლის ბოლოს მხოლოდ 40 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო საპროცენტო განაკვეთმა იკლო 6.8%-მდე. დაჯამებული სურათი შემდეგია. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად 2012 წლის 30 აპრილს მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტში 673 მილიონი ლარი იყო მოზიდული სახაზინო ვალდებულებათა და ობლიგაციების ემისიის გზით. 1997 წლიდან დაწყებული ქართული სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციის ემისიამ და განვითარების ისტორიის ეტაპების მიმოხილვად ცხადყოფს, რომ ამ ინსტრუმენტებმა კარდინალური ცვლილებები და შინაარსობრივი ტრანსფორმაცია განიცადა. დღეის მდგომარეობით ეს ინსტრუმენტი ნაწილობრივ პასუხობს მისი გამოშვების რიგ ამოცანას, თუმცა არასრულად. კვლავ რჩება რიგი პრობლემა, როგორც პრაქტიკული, ასევე თეორიული კუთხით, რაც ხელს უშლის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მისი განვითარების გზაზე. ის არის მოთხოვნა ინვესტორთა ფართო წრის მიერ, თუმცა არ არის ხელმისაწვდომი ადვილად გაყიდვა და გადაყიდვა ინსტრუმენტი, რადგან მხოლოდ კომერციული ბანკებს აქვს პირველად დილერის უფლება. ის იქცა სახელმწიფოს ბიუჯეტის დეფიციტის შევსების წყაროდ, თუმცა არასაკმარისად არის დაბალპროცენტიანი და არ არის ადეკვატურად გრძელვადიანი და შეიცავს სავალუტო, ინფლაციურ და რიგ სხვა რისკებს. ხო, ეხლა აქ წერია ცხრილი არის 1997 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სახაზინო ვალდებულებებსა და ობლიგაციებზე დაფიქსირებული წლიური მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთები.
1997 წელს იყო 60, 1998 წელს იყო 60, 1999-ში იყო 24, 2000-ში იყო 47.8, 2001-ში იყო 109, 2002-ში იყო 390.99, 2003-ში იყო 198.77, 2004-ში იყო 42, 2005-ში იყო 19, 2006-ში იყო 15, 2007-ში იყო 11, 2009-ში იყო 8.72, 2010-ში იყო 15.9, 2011-ში იყო 15.5. საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი 2012 წლის 2012-2014 წლებში 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული საქართველოს ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეალობაში იმყოფება. საქართველოს ახალი მმართველი პოლიტიკური გუნდის გაცხადებული პრიორიტეტებში შედის საქართველოს ადგილობრივი წარმოებების ახალისება, საგარეო უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირება, ექსპორტის გაცილება და ინვესტიციების მოზიდვა. ამ ხრივ განხილვის საგანს წარმოადგენს იმ რეალობის ასახვა და ანალიზი თუ რა მდგომარეობაა საქართველოს სახელმწიფო შიგავალის კუთხით. მისი ოდენობა სტრუქტურა დინამიკა ბოლოდროინდელი პოლიტიკური ცვლილებების ფონზე. სახაზინო ვალდებულების და აუქციონების დინამიკა. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის სამსახიობის ვადიანობა ერთ წელს არ აღემატებოდა. საგანგარიშგებო პერიოდში ბიუჯეტის მოზიდული იქნა 90 მილიონი დოლარის ემისია, ხოლო ამავე პერიოდში დაფარული იქნა 135 მილიონი დოლარის ემისია. ამ ხრივ სახეზეა 2012 წლის მაისიდან 2013 წლის 22 ივლისამდე სახაზინო ვალდებულების ემისიის გზით ბიუჯეტში არსებული თანხის 105 მილიონი დოლარის შემცირება. ამ კლების ფონზე ყურადსაღებია წლიური საშუალო საპროცენტო განაკვეთის შემცირება. თუ 2012 წლის მაისში სახაზინო ვალდებულებათა აუქციონების საშუალო წლიური განაკვეთი 9.5% შეადგენდა, 2013 წლის ივნისში 5.6% წლიური მაჩვენებლად დავიდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული იქნა 14 აუქციონი სახაზინო ვალდებულებათა განთავსების მიზნით. აქედან 2012 წლის მაისიდან 2012 წლის დეკემბრამდე ჩატარდა 7 აუქციონი, ჯამური თანხით 60 მილიონი დოლარი, ხოლო 2013 წლის იანვრიდან 2013 წლის 22 ივლისამდე ასევე 7 აუქციონი, ჯამური თანხით 80 მილიონი დოლარზე. კომერციული ბანკების მხრიდან დაფიქსირებულმა ჯამურმა მოთხოვნამ 2012 წლის მაისიდან 2012 წლის დეკემბრამდე შეადგინა 146 მილიონ 150.000 დოლარი. ანუ გადაფარვის კოეფიციენტმა 2012 წლის მაისის დეკემბრის განმავლობაში 4.347 შეადგინა, ხოლო 2013 წლის იანვარ-ივლისში 199 მილიონ 520.000 დოლარს უდრიდა, რამაც კოეფიციენტის მიმდინარე ციფრი 2.494 აიყვანა. ჯამური ვითარება ემისიათა დინამიკის კუთხით შემდეგია. 2009 წელი ემისიის მოცულობა 270 ლარს შეადგენდა, ხოლო მოცულობა 851 მილიონ 340.000 ლარი იყო, ანუ წლიური გადაფარვის კოეფიციენტი 3.16 უდრიდა. 2010 წელს ემისიის წლიური მოცულობა 473 მილიონი ლარი შეადგენდა, ხოლო ჯამური მოთხოვნა 1.75 მილიონ 250.000 დოლარს უდრიდა, ანუ გადაფარვის საშუალო წლიური კოეფიციენტი 2.32 შეადგენდა. ოკეი, კაი, ხა მივხვდი. კაროჩე, 2009 წელს გააკეთეს 2000 ლარის ემისია. და ამაში გადაიხადეს 851 მილიონ 340.000 ლარი, ანუ 3-ჯერ მეტი. 2010-ში გააკეთეს 463 მილიონი ლარის ემისია და გადაიხადეს 2-ჯერ მეტი. 2011-ში გააკეთეს 250 მილიონი ლარი და გადაიხადეს ისე 2-ჯერ მეტი. 2012 წელს გააკეთეს 100 მილიონი ლარის ემისია და გადაიხადეს 2.5-ჯერ მეტი. 2013-ში გააკეთეს 80 მილიონი ლარის ემისია და გადაიხადეს 2.5-ჯერ მეტი ის. გასული 5 წლის დინამიკა ცხადყოფს სახაზინო ვალდებულების ემისია წლიდან წლამდე მცირდება, თუმცა 2013 წელს გაიზარდა ამ ინსტრუმენტით მოზიდული ფოლადი რესურსი, რაზეც მიგვითითებს 2013 წლის მესამე კვარტლის შესრულებული გეგმაც. 2013 წლის 22 ივლისამდე გამოშვებულ და არსებულ 80 მილიონი ლარის განთავსებულ ემისიას დაემატა 3 ემისია ჯამური თანხით 35 მილიონი ლარი. თუ ვივარაუდებთ, რომ მეოთხე კვარტალშიც მოსალოდნელია სახაზინო ვალდებულებათა ემისია, ჩვენი ვარაუდით 2013 წლის განმავლობაში ჯამური სახაზინო ვალდებულებების ემისია 150 მილიონ ლარს მიაღწევს. სახაზინო ობლიგაციების დინამიკა. სახაზინო ფასიანი ქაღალდების სამსახიობის ვადიანობა ერთ წელს აღემატება და არსებული ემისიების ფონზე 10 წელსაც კი აღწევს რიგი ემისიების დროს. 2012 წლის მაისიდან 2013 წლის 22 ივლისამდე სახელმწიფო ბიუჯეტში მოზიდულ იქნა 757 მილიონი ლარი,
ხოლო ამავე პერიოდში დაიფარა 215 მილიონი ლარის ემისია. ამ მხრივ სახეზეა დადებითი სალდო მოზიდულ და დაფარულ ემისიებს შორის და ის 532 მილიონი ლარს შეადგენს. ამ გრძელვადიანი ემისიების შორის დიდია დროითი სხვაობა და შესაძლოა საპროცენტო განაკვეთის მერყეობა. საანგარიშგებო პერიოდის ანალიზის კუთხით მიზანშეწონილია გრძელვადიანი ემისიების შემდეგი ჯგუფები დავანაწილოთ. ორი წყალდე ვადის მქონე ემისიები, ასეთი ვადის მქონე ემისიების განთავსების დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი მერყეობს 6-დან 7% წლიური ფარგლებში, 5 წყალდე ვადის მქონე ემისიები, ასეთი ვადის მქონე ემისიების განთავსების დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი მერყეობს 7.5-დან 9% წლიური ფარგლებში, 100 წყალდე ვადის მქონე ემისიები, ასეთი ვადის მქონე ემისიების განთავსება დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი მერყეობს 10.5-დან 11.5 წლიური ფარგლებში. ამავე პერიოდში ჩატარდა 30 აუქციონი, აქედან 9 იყო 2 წლიანი, 13 და 5 წლიანი და 8 და 10 წლიანი. არსებული დინამიკა გვაძლევს საშუალებას, რომ დავასკვნოთ, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტია 5 წლიანი ემისიების გამოშვება. 2012 წლის მაის-დეკემბრის პერიოდში განთავსებული იქნა 13 5 წლიანი და 8 10 წლიანი. ოკეი. 2012 წლის მაის-დეკემბრის პერიოდში განთავსებული იქნა 199 მილიონი ლარის ემისია, ხოლო 2012 წლის იანვარ-ივლისის განმავლობაში 125 მილიონი ლარი. კომერციული ბანკების მხრიდან დაფიქსირებულმა ჯამური მოთხოვნამ 2012 წლის მაისიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით შეადგინა 373 მილიონი 450.000 ლარი. ანუ გადაფარვის კოეფიციენტმა 2012 წლის მაის-დეკემბრის განმავლობაში 1.88 შეადგინა, ხოლო 2013 წლის იანვარ-ივლისში 277 მილიონი 470.000 ლარს უდრიდა, რამაც კოეფიციენტის მიმდინარე ციფრი 2.2-მდე აიღო. 2010 წელი ჯამური განთავსებული ემისია 155 მილიონი ლარი იყო, ხოლო ჯამური მოთხოვნა 346 მილიონი 500.000 ლარი. ამ მხრივ გადაფარვის კოეფიციენტი 2.39-ს უდრიდა. 2011 წელი ჯამური განთავსებული ემისია 163 მილიონი ლარი იყო, ხოლო ჯამური მოთხოვნა 351 მილიონი 750.000 ლარი. ამ მხრივ გადაფარვის კოეფიციენტი 2.21 შეადგენდა. 2013 წელს ორწლიანი სახაზინო ობლიგაციების ემისიის მოსულობამ 35 მილიონი ლარი შეადგინა. სულ ჩატარდა 2 აუქციონი. 5 წლიანი სახაზინო ობლიგაციების ემისიის მოსულობამ 18 მილიონი ლარი, ხოლო 2010 წლის სახაზინო ობლიგაციების მოსულობამ კი 10 მილიონი ლარი. ჩატარდა ერთი აუქციონი და საშუალო შეწონილი 10.04% დაფიქსირდა. 2022 წელს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე 120 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლიანი სახაზინო ობლიგაციები გაიყიდა. სულ ჩატარდა 3 აუქციონი. მინიმალური საშუალო შეწონილი განაკვეთი 8.395% დაფიქსირდა, ხოლო მაქსიმალური 8.399%. 2023 წელს 10 წლიანი სახაზინო ობლიგაციების მოსულობამ 330 მილიონი ლარი შეადგინა. ჩატარდა 6 აუქციონი და საშუალო შეწონილი განაკვეთი 8.329-დან 8.464-მდე მერყეოდა. მოდიში. 2023 წელს ასევე გაიყიდა 40 მილიონი ლარის 11 წლიანი სახაზინო ობლიგაციები. არსებული ვითარება ცხადყობს, რომ სახეზზე აქცენტის გადატანა გრძელვადიანი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდზე, რაც უდავოდ მისასალმებელი ტენდენცია. თუ გადავხედავთ არსებული წლიური საპროცენტო განაკვეთს და მის ტრენდს, ის სტაბილურია, ხოლო რიგ შემთხვევაში კლებადი. არსებული მდგომარეობა და მიმდინარე საემისიო კალენდარი ცხადყობს, რომ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარი ბიუჯეტის შევსების სტაბილური და საიმედო წყაროა. არსებული მონაცემების საფუძველზე 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტის შიგავალი სახაზინო ფასიანი ქაღალდების ფლობელთა წინაშე შეადგენს რამდენი 333.000 ლარი და დაუფარავი მოსულობა ნომინალური 360.000 ლარი. სახაზინო ფასიანი ქაღალდები არის 8 მილიონი 291.000 და დაუფარავი მოსულობა ნომინალში არის 8 მილიონი 128.000. ასეთ ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული ბაზრის ღიაობის უზრუნველყოფას. ტრანსპარენტულ გარემოში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ხილვა გაყიდვას ინვესტორთა ფართოსწრისთვის ბაზრის გახსნას. სამწუხაროდ არსებული ვითარებით ადგილი აქვს ამ სფეროს ფაქტიურ მონოპოლიზაციას კომერციული ბანკების მხრიდან, რასაც ხელს საქართველოს ეროვნული ბანკი უწყობს. საერთოდ უცნობია თუ რა ხდება მეორე ბაზარზე, რა ფასწარმოქმნილ გარიგებები ხორციელდება ამ სახის ფასიანი ქაღალდებს. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ზრდა და ამ ბაზრის ეფექტური მოსახურების უზრუნველსაყოფად საჭიროა მოკლეს ვადაში შევიდეს ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში. პირველად და მეორად ბაზარზე დაშვებული იქნას სხვა შუამავალი სტრუქტურები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი არ იყოს მხოლოდ კომერციული ბანკის ექსკლუზიური სფერო, როგორც პირველად, ასე მეორად ბაზარზე. აღნიშნული პრობლემატიკა მეტ სერმოსავალ და დეტალიზებულ მიდგომას საჭიროებს. და ეს იყო მეგობრებო. ისე
ეს კაი რაღაცა აქ ძალიან დეტალურად იყო განხილული საქართველოს ფასიანი ან საქართველოს გამოშვებული სახაზინო ვალდებულებები. და ისე შეიძლება მე ამაზე ცალკე ვიდეოს გაკეთება სხვათა შორის. დაფიქრდები ამაზეც. მადლობა მეგობრებო.